ახლა რევან თაბუკაშვილის ქუჩაზე ვიმყოფებით ორბელიანის მოედნის ზედა მხარეს. ეს იყო ერთადერთი ადგილი ამ უახლოეს კერასთან ახლოს, სადაც დაპირისპირება იყო ბოლოს, სადაც აირი არ იყო გამოყენებული, მაგრამ როგორც ახლა თქვენ ხედავთ, პოლიციურმა დანაყოფებმა სხვადასხვა სპეცსაშუალება კვლავ გამოიყენეს. ეს იყო გზაზე აქ რევან თაბუკაშვილის ქუჩაზე, როგორც ხედავთ, მოწყობილია ხერგილები. და ქვედა კუთხიდან ორბელიანის მოედნის ქვედა კუთხიდან პოლიციურმა დანაყოფებმა დაიწყეს გადაადგილება ზედა მიმართულებით, სადაც კონცენტრაცია კვლავ იყო მოქალაქეების. ისინი იყენებენ გაზის კაფსულებს, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი სპეციალური საშუალებაა წიწაკის სპრეისთან ერთად. ქვედა მხარეს, ორბელიანების ქუჩის ქვედა მხარეს არის წყლის ჭაულის მანქანაც, რომელიც პერიოდულად იწყებს მოქმედებას და წყლის ძლიერ ჭაულს უშვებს მომიტინგეთა მიმართულებით. როგორც კი იწყებს სპეცსაშუალებები მოქმედებას, მხედველობაში მაქვს მე აირი ეს სპეციალური გაზი, იშლება, დემონსტრანტები იშლებიან. შემდეგ როგორც კი იფანტება გაზი, კვლავ იკრიბებიან. როგორც ისინი აცხადებენ, არაპირებენ დაშლას, ჯერჯერობით რჩებიან ადგილზე. ახლა თქვენ კადრში ხედავთ იმ მიმართულებას, რა მიმართულებითაც პოლიციური დანაყოფები არიან გამაგრებულნი. ეს არის ორბელიანის მოედნის ქვედა მხარე. საყურადღებოა ისიც, რომ ქვედა მხარესაც იყვნენ მოქალაქეები შეკრებილნი, თუმცა რამდენიმე წუთის წინ საპოლიციო დანაყოფებმა მათ წინააღმდეგ გამოიყენეს სხვადასხვა სპეციალური საშუალება, რის გამოც გადაინაცვლეს ზემოთ ამოვიდნენ მომიტინგეები. მომიტინგეების ნაწილს აქვს თან მომარაგებული ფიზიოლოგიური ხსნარები, ისინი ერთმანეთს ეხმარებიან, რათა ზიანი შეამცირონ, ასე ვთქვათ, აირის მოქმედების ეფექტი შეამცირონ. ახლა როგორც თქვენ ხედავთ კადრში, მომიტინგეთა ნაწილმა გადაინაცვლა თაბუკაშვილის ქუჩის ქვედა მხარეს თავისუფლების მოედნის მიმართულებით. გზაზე აქ როგორც ხედავთ მოწყობილია ხერგილები, მედია საშუალებებიც ადგილზე იმყოფებიან და აქედან აშუქებენ მოვლენებს, რადგან ეს არის ერთგვარად ერთ-ერთი ის ადგილი, სადაც არ იგრძნობა სპეცსაშუალებების ეფექტი და შედარებით თავისუფლად შეიძლება აქ მუშაობა. ევრონიუს ჯორჯია მთელი დღის განმავლობაში აშუქებდა მოვლენებს, საღამოს ყველაფერი კულმინაციურ მომენტს მიაღწია მაშინ, როდესაც გამოაცხადეს აქციის ორგანიზატორებმა, რომ გადაენაცვლათ პრეზიდენტის სასახლისკენ. იქ რამდენჯერმე იყო დაპირისპირება პოლიციურ დანაყოფებსა და მომიტინგეებს შორის. პოლიციურმა დანაყოფებმა გამოიყენეს, როგორც აღვნიშნეთ, არაერთ გზის წყლის ჭაულის მანქანა, სპეციალური აირი, წიწაკის სპრეი. მას შემდეგ რამდენიმე მიმართულებით გადაინაცვლა მომიტინგეთა ჯგუფებმა გადაინაცვლეს. იყო რამდენიმე ვიწრო ქუჩით გადაადგილდნენ ისინი რუსაველის გამზირის მიმართულებით. შემდეგ კვლავ ჩამოიწიეს და ჯერჯერობით ყველაზე აქტიურ კერად რჩება თაბუკაშვილის ქუჩა, სადაც კვლავ არიან შეკრებილნი მომიტინგეები. ეხლა უკომენტაროდ გთავაზობთ აქ თაბუკაშვილის ქუჩაზე არსებულ ვითარებას, თქვენ შეგიძლიათ ნახოთ თუ რა სიტუაციაა აქ.